ოქროჩალა, ეს ბალახი დამჭირდება. ბაბუა წვერა და ეს ბალახით დამჭირდება. უნდა დავკრიფო. ბაბუა წვერა, ეს არის რაც მჭირდება. აქ ვინ არის? მითხარით თქვენი სახელი. ეს ხომ ორკის ცულია. არა და დედა მეუნებოდა ამ დღეში არ შეხვიდეო. მტკივა. მოიცადე, ეს ორკის ხმა არ არის. ლეოლას? აქ რას აკეთებ? ეს შენ მესროლე ნაჯახი? ბოდიში, არ ვიცოდი რომ შენ იყავი. ეს დალია თავს მაშინვე უკეთ იგრძნობ. ფეხი აღარ მტკივა. ეს არის ჯანმრთელობის წამალი, განიკურნები. მადლობა, ოღონდ ნაჯახი აღარ მესროლო. ახლა მითხარი, აქ რას აკეთებ? მე უბრალოდ მანდრაგორას ვაუქრო. იტყუები, ამ დღეში მანდრაგორები არ იზრდება. მართლა? ანუ მე დავიკარგე. ელფი ტყეში ვერ დაიკარგება. აღიარა, მithვალთვალებდი? გამოყევი, მაგრამ ეს შენივე ბრალია. რატო? ამ პინდიამ თან წამიყვანდი და ალქიმიას მასწავლიდი. ზედმეტად სახიფათოა ამ ტყეში და ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ. პატარა არ ვარ, უკვე 100 წლის ვარ. ტყეში 100 წლის შემდეგ შეგიშვებენ, ასე რომ ჯერ კიდევ პატარა ხარ. კარგი, წავედი სახლში. მოიცადე, ჩემთან ერთად წამოდი. ნებას მაძლევ? ურა! მარტო ვერ დაგტოვებ. ორკებმა არ შეგჭამოს, მეშინია. ორკების არ მეშინია, ამ ნაჯახიცემ. ნა! შეწყვიტე, რამე არ დაიზიანო. კარგი, აღარ გავაკეთებ. და სხვათა შორის ამ ტყეში მხოლოდ ორკები არ არიან. შენ გულისხმობ რომ როკ ტროლები წმიანს ამზადებენ პატარა ელფებისგან და თასებს თავის ქალებისგან აკეთებენ. სოკოს შემგროვებულმა ბიძამ თქვა, რომ ელფების ძვლებისგან ამზადებენ წმინდანს. ზუსტად ასეა, ამიტომ სახლში მარტო ვერ გაგიშვებ. მეშინია. ნუ გეშინია, ჩვენ ორნი ვარ და ერთად ვერ დაგვიჭერენ. გაჩერდი. რა მოხდა? ორკები, ტროლები, ელფის ჭამალი ხოჭოები? არა, ამ დელოზე კაფოთოლა იზრდება და მეხმარე მოგროვებაში. კარგი, და როგორ გამოიყურება ის? მისი ფოთლები გავს რქებს. და ამიტომ ქვია კაფოთოლა? როგორ აპირებ ალქიმიკოსობას შესაძაკში უკვე ვიცოდი 100 სახეობის მცენარე. მეც ვიცი, უბრალოდ დამავიწყდა. დიახ, რა თქმა უნდა. კაფოთოლა. იქნებ ეს არის. არა, რქიანი ფოთლები არა აქვს, ეს არ იქნება. ჭყვიალა ხილი, ეს ნიშნავს, რომ ის ჯადოსნურია. და თუ შევჭამ, შევძლებ გაფრენას, აზრების წაკითხვას, ელვის სროლას, მოკლედ მაგარია. ელფელია, შეხედე რა ვიპოვე, ჯადოსნური ხილი. ეს არ არის ჯადოსნური ხილი, ეს ობობის ხილია, ჯობია არ შეჭამო. შენ უბრალოდ ეჭვიანობ, რომ მე შენამდე ვიპოვე. არა, მისმინე. გონია ჩემზე ჭკვიანი ხარ, მინდოდა გამეზიარებინა, მაგრამ ახლა მე თვითონ შევჭამ. ლეოლას არ გინდა. რა გემრიელია, ვგრძნობ ჯადოსნური ძალების მოსხოვებას. ეს არ არის ყველაფერი, რასაც იგრძნობ. ცოტა მუცელი ამტკივდა. ესეც შენი ჯადოქრობა. ოი, არ უნდა მეჭამა. მე გაგაფრთხილე. ყველად არ მოგისმინე. არი ნერვიულო, ვიცი როგორ დაგეხმარო. მე ახლა მოგიმზადებ წამალს შხამისთვის. ეს ყვავილი დამჭირდება და ესეც. მზადა. ლეოლას წამალი მზადა. ლეოლას აქ ხარ? მითხარი რომ წამალი მომიტანე, თორემ მუცელი მისკდება. წამალი თან მაქვს, აიღე. მადლობა, შენ გადამარჩინე. ამიერიდან აღარაფერი შეჭამო და მომისმინე. კარგი. ეს ყვავილი ავიღო? არა. და ეს ბალახი? არა, ხო გითხარი, რასაც ვეძებთ.
ჩუმად, აქ ვიღაც არის. ორკებია, ჩვენთან მოდიან. ჩუმად ვიყოთ, რომ არ შეგვამჩნიონ. თუ რამეა მზად ვარ საბრძოლველად. მეტი აღარ შემიძლია, სულელო ორკო, დაგლიჯავ. ლეოლას, კარგად ხარ? მიპასუხე. თუ კიდევ მომიქნევ ამ ნაჯახს, გრიფინების სადგომს ერთი თვის განმავლობაში გაწმენ. ხო, მაპატიე, დეი და ნირანია. დეი და ნირანია, აქ რას აკეთებთ? მე სამეფოდან გამომგზავნეს და აქ წერილი მოვიტანე. წერილი მეფისგან? ჩემთვის? ვა, როდიდან მეგობრობ მეფესთან? ჩვენ არასდროს შევხვედრილად, ის მხოლოდ ნახატებში მინახა. გან თქვა, რომ წერილი ტყის საუკეთესო ალქიმიკოსისთვის გადამეცა, ეს კი შენ ხარ ელფელია. ეს მართალია, შენზე უკეთესი არავინაა. მადლობა, მიხარია, ხო კი ვნახოთ რა მომწერა მეფემ. მე ვარ აურდონი, ელფთა სამეფოს მეფე. გადავწყვიტე დავქორწინებულიყავი პრინცესა გოლოტეაზე. ოჰო, ეს საქორწილო მოსაწევია. არა, მოусმინეთ შემდეგ. ამასთან დაკავშირებით ვბრძანებ, რომ მომიძებნოთ ყვავილი, რომელიც საუკუნოდ ცოცხლობს. ეს იქნება საჩუქარი ჩემი საცოლესთვის. მარადიული ყვავილი, პირველად მესმის ამის შესახებ. როდესაც პრინცს ან მეფეს სურს დაქორწინება, მან უნდა აჩუქოს თავის საცოლის მარადიული ყვავილი. მე გამოგიგზავნეთ ჩემი საუკეთესო ქვეშემდომი ლედი ნირანია, რომ დაგეხმაროთ. ხელს აწერს ელფთა სამეფოს მეფე აურდონი. თქვენთან ერთად მოვდივარ, ყველა საფრთხისგან დაგიცავთ. ორკების დამარცხება შეგიძლია? შემიძლია. და ტროლების? ტროლების მართვაც შემიძლია, უკვდავ მოკვდავების ყველას მოკვლა შემიძლია. ძალიან მაგარი ხარ. ელფელია, იცი სად უნდა ვიპოვოთ მარადიული ყვავილი? ლეგენდები ამბობენ, რომ მარადიული ყვავილი 100 წელიწადში ერთხელ ყვავის და ყოველთვის შემთხვევით ადგილას. ბოლოს მეფე 100 წლის წინ დაქორწინდა. ეს ნიშნავს, რომ დღეს არის დღე, როდესაც ტყეში მარადიული ყვავილი გამოჩნდება. ასე რომ ჩვენ თელ ტყეში მოვწებნით მას. ძალიან ძნელი საპოვნელია, არც კი ვიცი შევძლებ თუ არა. აი, ეს არის მეფის დავალება და შენ უნდა შეასრულო ის. მთელი სამეფოს იმედი ხარ. ეს უბრალოდ ქორწილი ამას ამ ხელმისაწვდომობაა? თუ მეფე არ დაქორწინდება, მაშინ დაიწყება ომი ელფებს შორის და მთელი დღე დაიღუპება. ვა, არ მეგონა საქმე ესე სერიოზულად თუ იყო. ცუდია იყო მეფე, მე არასდროს ვაპირებ დაქორწინებას. ამას ახლა ამბობ, როცა სულ მცირე 300 წლის გახდები, მერე ვნახოთ. წავიდეთ, დღე დიდია, დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ყურადღებით დააკვირდით, ყვავილი შეიძლება იყოს ყველგან. შია და მწყურია. როცა ყვავილს ვიპოვით, მეფე ყველას გაგვიმასპინძლდება. გვაჭმევს და დაგვალევინებს. შეიძლება მთელი დღე მოგვიწიოთ ზებრა, მე კი ახლა მომშივდა. აშლი მაქვს გინდა? კი, მადლობა. იქით გაიხედეთ. როგორც ჩანს, აქ ვიღაც ცხოვრობს. აქ ცხოვრობს დრუიდი მაუსბორი. ამბობენ, რომ ის მეფის პირადი ბალახის სპეციალისტი იყო. მაშინ რატო ცხოვრობს აქ მარტო? მეფემ ის გამოაგდო მას შემდეგ, რაც მან ვაშლის ბურახის ყველა მარაგი დალიო. მე ძალიან მიყვარს კენკრის ბურახი, ძალიან ველავდი რომ წვეულებაზე არ იყო. ო, ეს იყო მეფის პირველი დაბადების დღე ბურახის გარეშე. დიდი ხანია ტყეში ცხოვრობს. იქნებ მან იცის სად ვიპოვოთ ყვავილი. მართალია, ვთხოვოთ მას დახმარება. ვიცია მაუსბორ, ვიცია მაუსბორ. ვინ ხარ თქვენ და რატომ ყვირი ხართ? ის კეთილი ადამიანია. გაჩუმდი. ჩემი მარტყვის მოსაპარად მოხვედით? ეხლავე წადით აქედან, თავხედო ბავშვებო. ვიცია მაუსბორ, ვერ გვიცანით? შენ მეფის ქვეშემდომი ხარ, რა იმ ბებერმა ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა? მეფეზე ასე ნუ ამბობთ. ეს თვითონ გააკეთა, კასრი გახრიტა და მე დამაბრალა ყველაფერი. რატომ გააკეთებდა ამას ტყუილად მეფე? გადაწყვიტა შეჯიბრებოდა რომელიღაც გრაფს, ხმალს იქნებდა და შემდეგ მოახვედრა მას. ძალიან წუხართ, მაგრამ ამისთვის არ მოსულართ აქ. ხო, ჩვენ ვეძებთ მარადილ ყვავილს. უბრალოდ არ მითხრათ, რომ ჩვენმა ძველმა მეფემ კვლავ დაქორწინება გადაწყვიტა. ასია, მეფე მალე დაქორწინდება. ჩვენ დაგვავალა მარადიული ყვავილის მოძებნა, მნიშვნელოვანი ამოცანაა. მინდა ის საწყალი ვნახო, მისი ცოლი ვინც გახდება. ანუ დაგვეხმარებით? კი, ვიცი, სად იპოვით ყვავილს, მაგრამ ჯერ დამეხმარეთ. ჩვენ ამის დრო არ გვაქვს. დამშვიდი ლეოლას, როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ? ჭნიანისთვის ინგრედიენტები მჭირდება. იპოვეთ ისინი და გეტყვით, სად იზრდება მარადიული ყვავილი. 2 დრაკონის ვირთხა, ნახშირის ბუზი და თიმერის კვერცხი. ეს რა საშინელი წვნიანის რეცეპტია?
კარგი რა, ნახშირის ბუზები ნამდვილად გემრიელია, კარამელში შემწარი. ისინი ტკბილია, ამიტომაც არ არის შესაფერისი წვნიანი. მე გსავაზობთ გავიღობთ. ამ გზით ჩვენ უფრო სწრაფად ვიპოვით ყველაფერს, რაც გჭირდება. მართალია, ლეულას იპოვი ნახშირის ბუს? მარტივია, ვიცი რომელ ხაზას ცხოვრობენ. ლედი ნირანია, შეგიძლიათ ქიმერის კვერცხი იპოვა. რა თქმა უნდა, შემიძლია და დრაკონის ვირთხებს მე დავიჭერ. ფრთხილად იყავ, ისინი ძალიან ავები არიან და ტკივნელად იკბინებიან. ვიცი, ამიტომაც უწოდებენ მათ დრაკონებს. ძვლებზე არსებული მინიშნებით თუ ვიმსჯელებთ, ამ საწყალ ადამიანს ქიმერა შეჭამდა. მე ბრუნებასთან ახლოს ვარ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო. მესმის რომ ამ ქერქის ქვეშ ბუზები არიან, ახლავე ამოგიყვანთ. მედი მაქვს ეს საკმარისი იქნება წვნიანისთვის. ეს საუკეთესო საშუალებაა დრაკონის ვირთხების დასაჭერად. როგორც ჩანს, იმუშავა წავალ შევამოწმებ. და აი ესეც ინგრედიენტები ჭნიანისთვის. სწრაფად დაბრუნებულ ხართ, იპოვეთ ჭნიანის ინგრედიენტები? დიახ, აი შენ, ვირთხები. ნიჭიერი მონადირე ხარ, მადლობა გოგო. ნამდვილი ბუზების მჭერი ხარ, მადლობა ბიჭო. როგორ მოახერხეთ კვერცხის მიღება? სუნის დასამალად მათი ნერწყვი შევისხი და ბუდეში შევძვერი. ფუ, ამას რძენია. სახლში დავბრუნდები და ვიბანავებ. ნამდვილი მეომარი ხარ, მადლობა. ახლა მითხარით, სად ვიპოვოთ მარადიული ყვავილი? დიახ, ის იზრდება მდელოზე, ტყის პირას. ტყის პირას, ანუ ხალხთან ახლოს? რისი გეშინია, ყველა მიცის, რომ ადამიანები არ არსებობენ. რა თქმა უნდა, ისინი არსებობენ. ემფელია, მართალია, ერთხელ მე თვითონ ნახე ხალხი. ეს მხოლოდ საბავშვო ზღაპრებია ბავშვებისთვის. არა, რა ზღაპრები, ხალხი რეალურია და საშიშია. ისინი შემოიჭრებიან ელფების ტყეებში, ანთებენ ცეცხლს, წვავენ საწყალცხოველებს. რა კოშმარია! ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაიჩქარეთ, არ მინდა ამ ტყეში დარჩენა, როცა დამნელდება. რა მოხდება თუ დაბნელდება? აქციები სანადიროდ გამოვლენ. ესენი არიან ელფები დაწყევლილი სისხლით, რომელსაც შეუძლიათ მგლად გადაიქცნენ. შენ დაგვკვირდი, რომ დაგვიცავდი. აქციების ჭრილობები რამდენიმე წაღმში შეხორცდება, ასე რომ ჩემი ხმალი მათ ვერ გაუძლებს. მაშინ ვიჩქაროთ, ავიღოთ ყვავილი და წავიდეთ სახლში. ეს არის ტყის პირი? დიახ, დროიდის თქმით, ყვავილი სადღაც აქ იზრდება. იმედია არ მოგვატყუა. ის შეიძლება ბოროტია, მაგრამ სიტყვას ასრულებს. იქით გაიხედეთ. ერთი წამით. დიახ, ის არის მარადიული ყვავილი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სამეფო ყვავილი. ავიდეთ და სახლში წავიდეთ, სანამ აქციები სანამდვილოდ არ გამოსულან. ადამიანი იქ ადამიანია. ასე ნუ ხუმრო. არ ხუმრო, ბიჩქარეთ და დაიმალეთ. დედა ძალიან მეშინია. ვაიმე, რა ლამაზია, ის მშვენივრად გამოიყურება ჩემს ბაღში. უბრალოდ შეხედეთ, რა მახინჯი ყურები აქვს. ჩემი აზრით, ძალიან ლამაზია, ელფებისას გავს. ხო, მაგრამ ვალი ყურები, როგორ ესმით მათ ჩვენი? ჭუმად, ჩვენს თვალწინ არის საშიში მონსტრი, ჩვენი ხმა არ უნდა გაიგონოს მან. მოდი სახლში წაგიყვან. მან ჩვენი ყვავილი წაიღო. უნდა დავიბრუნოთ ის. რა, გაგვიჟდი? ჩვენ გვაქვს მისია მეფისგან. არ მადარდებს. მოითმენს ასწელს და სხვა პატარწელს იპოვის. შეჩერდი, ბრძანება უნდა შევასრულოთ, თუნდაც კაცთან ბრძოლა მოგვიწიოს. ამაზეა დამოკიდებული მთელი ტყის ბედი, თუ მეფე არ დაქორწინდება, ომი დაიწყება. კარგი, დავრჩები. სწორად მოიგეთ, ეხლა კი მას გავყვებით. მე უკან წამოყვებით და დაგიცავთ. ორკები, ტროლები, მაქციები და ეხლა ხალხი. ეს არის ყველაზე საშიში დღე ჩემს ცხოვრებაში. ავედით. დღეს ამ ყოველ სახლში შევიდა, ხვალ კი ბაღში დავრგავ. გაუცნაური ψυχია. კოშმარია, აქ მცენარეები თითქმის არ არის. ბალახიც კი არ არის ნამდვილი.
გავიგე, რომ ხალხი ცხოვრობს ქვის და რკინის ტყეებში. ისინი ისეთი უცნაურები არიან, რაც უფრო მალე ვიპოვით, ყვალოს მით უფრო მალე მოვახერხებთ აქედან გასვლას. შემოდით. როგორ ფიქრობ, რა არის ეს? რკინისგან დამზადებულ სახლს გავს, შეგვიძლია მასში გვიცხოვროთ. აი! ო, ყურები! ეს რა მოსტრია, ჯანდაბა? დაგვიდით, რომ დაგიცავდით. ეხლა გავანადგურებ ამ ურჩხულს. ნუ გეშინიათ, მეგობრებო, ურჩხული დავამარცხეთ. შენ ჩვენი გმირი ხარ. ესეთი მცველით არაფრის აღარ გვეშინია. მადლობა. ახლა მოდით ყვავილი მოვძებნოთ. არა, ჯობია მეორე სართულზე სადინებელში ავიტანო. სუფთა, შემოდით. რა უცნაურია ყველაფერი. კარს გავს, მაგრამ ამას სადმე ვყავართ. ისეთ ცივა, ეს რა ჯადოქრობაა? ადამიანებსაც აქვს ჯადოსნური წამლები. კოკა-კოლა ჰქვია. ძალიან გემრიელია, მაგრამ მასში რა არის ჯადოქრობა? ო, რა რბილი სკამია? არ მომიახლოვდა საშინელო მხეცო, ვერ დამამარცხებ. ეს არ არის ცხოველი, არამედ ჯადოსნური სურათი. მხატვარი ნამდვილი ოსტატია. ეს ალბათ მეფის ოთახი, აქ ტახტიც კი დგას. წადით აქედან. ეს შემისრულეთ, მე კაცთა მეფე ვარ, მახინჯი ყურები მაქვს. და ეს რა არის? კენკრის მურახის ონკანს გავს. ვაუ, ამ სახლს თავისი მდინარე აქვს. ეს უნდა დააგემოვნო. ეს რა არის, ადამიანების ელექსირი? ო, ძალიან გემრიელია. და რას აკეთებს ის? მასში არის გამაგრილებელი მაგია, ის გიცავს სიცხისგან. ვაუ, მაგარია. უნდა ვიპოვო ამ ელექსირის რეცეპტი, რათა ყველა ელფმა გამოსცადოს. ჩქარა, აქ მოდით. აქ რა გაქვს? მას მაქცია მოკბინა და მხეცად გადაიქცა. დამშვიდით, ეს ხუმრობა იყო. და ეს რა ნიღაბია? ეს ხელოვნური მგლის თავია. ხალხი ისეთი უცნაურია, მათ ყველაფერი ხელოვნური აქვს. ბალახი, ყვავილები, მგლებიც კი. კეთახმები საერთოდ არ მომწონს აქაურობა, ტყეში ბევრად უკეთესია. ამიტომაც არ არიან ადამიანები და ელფები მეგობრები. ბუნებაში ცხოვრებას მიჩვეული ვართ, მაგრამ ისინი ანადგურებენ მას. გამიგია, რომ ისინი ხეებს ჭრიან. ისინი ასევე ანაგვიანებენ და ცეცხლს უკიდებენ. აქ რა ხდება? ადამიანი, მანუ ჩვენ შეგვამჩნია, შუმად ვისხდეთ. ჩემ სახლში ვერ დაიმალებით, აქ ყველა კუთხე ვიცი. თუ საჭირო გახდება, ვიომებთ კიდეც. არ არის საჭირო, მე არ ვარ საშიში. ხალხი საშიშია. ხალხი, თქვენ არ ხართ ადამიანები? არა, ჩვენ ელფები ვართ. რაბასი ყურები გაქვთ? ელფელი არ მიხვდა ის შეიძლება საშიში იყოს. ნუ გაშენია ზიანს ვერ მომაყენებს. ადამიანებს მაინც არ ვენდობი. მართლა ნურაფრის შეგეშინდებათ, მეტიც თქვენ გაქვთ ხმლები. მე კი არაფერი მაქვს ხელში. კარგი ადამიანო, მაგრამ ჩვენი მოტყუება არ შეეცადო. მითხარით, რა მოგიყვანათ ჩემ სახლში? ჩვენ ვეძებთ მარადიულ ყვავილს. მარადიული ყვავილი პირველად მესმის ამის შესახებ. ნუ იტყუები, ჩვენ დავინახეთ, როგორ წამოიღე ის. ანუ იმ ყვავილს გულის ხმა ბელოზე? კი, ნამდვილად მე მაქვს. ყველა ელფის ბედი ამ ყვავილზეა დამოკიდებული, მოგვეცით. კარგი, მოგცეთ, მაგრამ სანაცვლოდ რაღაც მინდა მეც. ბინძური ადამიანები ჯერ ტყეებს გვიჩეხავენ, შემდეგ რაღაცას გთხოვენ. ახლავე გაჩვენებ. გამხირი ჭუბი არ არის საჭირო. ყველა ადამიანი არ არის ცუდი, მე ვეხმარები ბუნებას, რომ გავხებ. ჩვენ კარგად გიცნობთ, ერთ ხეს დარგავ და 10 მოჭრი. გვითხარი, რა გინდა? არ ვიცი, საინტერესო რა შეიძლება ელფებმა შემომთავაზონ? მე მაქვს ახალგაზრდობის ელექსირი, 1 ყლუპი და 10 წლით ახალგაზრდა ხარ. მადლობა, მაგრამ ისედაც ახალგაზრდა ვარ და ბავშვი რომ გავხდე არ მინდა. იქნებ ორკის ნაჯახი გინდა? ძალიან მოსახერხებელია მისი გამოყენება ხეებიდან ბუზების შესაგროვებლად. თუ ბუზები ნამდვილად არ მაინტერესებს. მე ნუ მიყურებ, შემიძლია მხოლოდ სახეში გაგარტყა.
აბა, რა გინდა? გავიგე, რომ ელფებს აქვთ მთვარის ქვა. ისინი ამბობენ, რომ მისი დახმარებით ადამიანი შეიძლება გადაიქცეს ელფად. ადამიანი ელფად გადაიქცეს, ეს აკრძალული მაგიაა. ჩვენს სამეფოში ესეთი დანაშაულისთვის 100 დღით ჩაგსვამენ ჭიის ხვრელში. ჭიის ხვრელი ეს არის ორმო, მოლიფულ საზიზღარ ჭიებით. ელფებს კი განზრახ არ აძლევენ საკუთრო ჭიების შეჭამას. თუ, ამას რძენია, ამიტომაც ელფად ვერ გადაგაქცევ. ხო, არ გვინდა დასჯა და ორმოში ცხოვრება. კარგი, მაშინ ყვავილს ვერ მიიღებთ. მოიცადე, არ წახვიდე. რა, გადაიფიქრეთ? უნდა მოვიფიქროთ. რა გავაკეთოთ? ყვავილი გჭირდება. იქნებ უბრალოდ ხმლით დავჭრა. არა, სხვა ადამიანები გაბრაზდებიან და ომი დაიწყება ელფებსა და ადამიანებს შორის. თუ მეფეს ქორწილი არ ექნება, ომი მაინც დაიწყება, მაგრამ ელფებთან. რადგან მას ასე უნდა ელფად ყოფნა, მოდი გადავაქციოთ. გაგიზდი, დაგვიჭერენ. მზად ვარ რისკზე წავიდე ტყის და ყველა მელფის გულისთვის. ფიქრობ მეფე გაგვიგებს და გვაპატიებს. იმედი არ მინდა ყოველდღე ჭიების ჭამა. თანახმავართ, რომ ელფად გადაგაქციოთ. მართლა არ გეშინიათ ჭიების ჭამით, ელფთა სამეფოს გულისთვის არა. მაშინ მზად ვარ, რა უნდა გავაკეთო? უბრალოდ გაჩერდი და არ გაინძრე. ცისა და მთვარის სახელით მე ვუძახე ყის, მიწისა და წყლის სულებს და ადამიანი გადაიქცეს ელფად სამუდამოდ. მე ელფი ვარ, მე ახლა ელფი ვარ, ურა! ხოლოდ იმიტომ რომ ელფს გავხარ, არ ხდის ნამდვილ ელფად. თქვენ არ იცით ჩვენი და ჩვენი კულტურის შესახებ. მაგრამ მე ტყვით ყველაფერს არა? დიახ, მაგრამ ჯერ ყვავილი უნდა მოგცე. რა თქმა უნდა, ახლავე მოგიტანთ. ახლა ელფების დღე ჩემი დღეცაა. იმედია არ ვინანებ ჩემს გადაწყვეტილებას. არჩევანი არ გქონდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ მეფისთვის. აი თქვენი ყვავილი. და ბოლოს ჩვენ გვაქვს მარადიული ყვავილი, ასე რომ ქორწილი გაიმართება. მეფე აღფრთოვანდება და შვიდობა დაისადგურებს ელფების სამყაროში. ძის ჩასვლამდე უნდა ვიჩქაროთ, მეფე გველოდება. წავედით. ლეოლას მოდი ხარ? ფიქრობ, ვიღაც უნდა დარჩეს ახალ გოგოს აუხსნას, როგორ იყოს ელფი. ხო, დარჩეს, მარტო ვერ მივხვდები. როგორც ჩანს, ჩვენს ბუზების შემგროვებელს შეუყვარდა ადამიანი გოგონა. კარგი, შეგიძლია დარჩე და ჩვენ წავალთ. ეს რა არის? როგორც ჩანს დავაგვიანეთ, მაგციები სანადიროდ გამოვიდნენ და როგორ უნდა დავაბრუნოთ სახლში? მე შემიძლია გავაკეთოთ შირაღდანი, რომელიც აშინებს მონსტრებს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სპეციალური ინგრედიენტი, რომელიც ჩანთაში ბევრი სხვადასხვა მცენარე მაქვს. 20,000 მოწონება მჭირდება. მე ნამდვილად არ მაქვს მსგავსი არაფერი ჩემს კალათაში, მაგრამ იქნებ მაყურებელი დაგვეხმაროს. ბავშვებო, დაგვეხმარეთ ელფებს სახლში მივიდეთ. მოიწონეთ ვიდეო. ჩვენ კი შევძლებთ დავბრუნდეთ ტყეში და თავიდან ავიცილოთ მონსტრების კბილებში ჩავარდნით. ამას გემშვიდობებით.